ომი, მარტოობა, მოზარდი და ძაღლი. ამ თემებზე აგებული სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს ქართულ მოთხრობას სულ სხვა თვალით აცნობს. ახალგაზრდა ყაზახმა რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში ძაღლი საკუთარი ხალხის ამბავი იპოვა და ემოციური სპექტაკლი შექმნა. თეატრალური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც სპექტაკლი დაიდგა, უკვე მე-10 წელია ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათობით დასი მონაწილეობს. მთავარი ამოცანა უცვლელია ნოდარ დუმბაძის სახელის გლობალიზაცია და ქართული ლიტერატურის ახალი ფორმებით გაცოცხლება. ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი მე-10 საიუბილეო და მე-5 საერთაშორისო წელს აღნიშნავს. ფესტივალის დამფუძნებელი საქართველოს კულტურის სამინისტრო, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიები არიან. ანა ნოდიას და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი. საბჭოთა პერიოდის ქართული სოფელი, ომი, მოზარდი და ძაღლი. 6 ყაზახი მსახიობის სცენაზე და სრულიად განსხვავებული პრიზმიდან დანახული ქართველი მწერლის შემოქმედება. აქცენტები მთავარ თემებზე, თუმცა რეჟისორისთვის ყველაზე მკაფიოდ მარტოობის პრობლემა გამოიკვეთა. შემდეგ თანამედროვეობას მოარგო და პატარა დასახლების მიკროსამყარო სპექტრი დიდ მასშტაბებში მოაქცია. აქ არის ფილოსოფია, რომელიც ეხება 21 საუკუნესაც. თემა მარტოობის და ომის, მშობლების გარეშე მყოფი პატარა ბიჭის ისტორია, რომელსაც ერთადერთი ემოციების გამზიარებელი ბაბუაც უყვდება. რჩება მარტო, შევეცადე პარალელები გამევლო დღევანდელ ცხოვრებასთან. რა არის ჩვენთვის მარტოობა? რატომ გვაქვს ურთიერთობების დეფიციტი? რაზე გავლენას ახდენს ჩვენზე ის საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? არ ვფიქრობთ დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილების ხვალინდელ შედეგზე. მე სპექტაკლი არ დამიდგავს ქართველებზე, მე დავდგი ყაზახებზე. მოთხრობაში ძაღლი ვეძებდი ჩვენს თავს. ის მტკივნეული საკითხები, რაც აწუხებს ერთ-ერთს, აუცილებლად დომინირებს სხვა ქვეყნებშიც. წაკითხული ნაწარმოების ინსცენირება, რომ რეჟისორისთვის გარდაუვალი იქნებოდა, როგორც გვიყვება, მოთხრობის გაცნობისთანავე მიხვდა. თუმცა წლები დასჭირდა დადგმის ინსპირაციას. ახალგაზრდა რეჟისორისთვის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი გახდა მთავარი შთაგონება. შეექმნა სპექტაკლი სახელწოდებით ძაღლი, რომლის ქართული პრემიერა ფესტივალის ფარგლებში ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე 11 ივლისს შედგა. როცა ამ ფესტივალის შესახებ გავიგე, ვთქვი, აი დადგა დრო, აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს და ჩავიდე საქართველოში. მსახიობები ინტერესით წამომყვნენ. დიდხანს ვმსჯელობდით, თუ რა იყო მათთვის ამ ნაწარმოებში მთავარი. როგორი უნდა ყოფილიყო სცენოგრაფია. მიხარია, რომ ეს შევძელით და დღეს აქ ვართ. მცირე სცენაზე გამართული სპექტაკლის პარალელურად შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე დავსწრებოდით ქართულ-აზერბაიჯანული სპექტაკლის კუკარაჩას გენერალურ რეპეტიციას. სპექტაკლი ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა, რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგა. თავდაპირველად ერთმანეთისგან ორი დამოუკიდებელი სპექტაკლი შეიქმნა ოზურგეთისა და განჯის თეატრში. შემდეგ კი სპეციალურად საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის გაერთიანდა ორენოვან ერთობლივ კოპროდუქციად, რომლის პრემიერასაც ბაქოში სატელევიზიო პირდაპირ ეთერით 5 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. პიესა ვათარგმნინეთ აზერბაიჯანულ ენაზე, პიესა რა ჩემი სცენიური ვერსია, იმიტომ რომ ამ სპექტაკლში მარგო, გიჟი მარგო არის კუკარაჩაში, იმიტომ რომ ხიდს ვეძებდით და როცა მუშაობდით ნინია სადღობელაშვილთან ერთად სცენიურ ვერსიაზე ბევრი ფიქრები ვქონდა, მაგრამ შევჯერდი ჩემდგომ უიღბლო სიყვარული. აი ესეთი ცრემლიანი გატეხილი თან შეპყრობილი მარგო. და აი ამიტომ მარგოა ხიდი სპექტაკლისა. სხვათა შორის მსახიობები აზერბაიჯანში მთელი მონდომები წამომყვნენ, დავძლიეთ ის მცირედი სირთულეები, უფრო აქცენტები გავაკეთეთ, მუსიკალური აქცენტებიც, რომ მათთვის და ჩემთვისაც იოლი ყოფილიყო, იმიტომ რომ მე აზერბაიჯანული ენა მოგეხსენებათ არ ვიცი.
ორი მურტალო, ორი კუკარაჩა, ორი ინკა, ორ ენაზე გაცოცხლებული დიალოგები. ქართველი და უცხოელი მსახიობები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კოპროდუქციის შექმნის პროცესი პირველ რიგში მათთვის დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანელი მსახიობებისთვის კი დამატებით უცხო ქვეყნის კულტურის, მწერლობის გაცნობა, რაც საფუძვლად სწორედ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უდევს. ჩვენ გვიხარია, რომ დღეს აქ ვართ, ამ დიდ მასშტაბურ ფესტივალზე. აქ მეგობრული ატმოსფეროა. ახლა გენერალურ რეპეტიციას გავდივართ, რათა ასეთივე წარმატებით ვითამაშოთ ქართული პრემიერა. როგორც განჯაში, ჩვენს დრამატულ თეატრში შედგა. ჩვენთვის ორენოვან სპექტაკლზე მუშაობა დიდი გამოცდილება იყო. გავიცანით ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. ჩემი პერსონაჟი სრულიად ახალი ვერსიის მიხედვითაა შემოყვანილი სპექტაკლში. გონია, რომ ერთგვარი კრებითი სახეა, რომელსაც ეროვნება არ აქვს. ვერ გეტყვით, რომ ადვილი იყო მარგოს შექმნა. ბევრი ვიმუშავე, რაც მთავარია, მიუხედავად ენის ბარიერისა, მსახიობებთან პრობლემა არ შემქმნია. ბატონ ვასოს ქონდა იმდენად კარგად ნამუშევარი აზერბაიჯანელებთან და სუსტად ისეთი აქცენტებით, რომ ჩავედით იმდენად მზად და კარგად დავხვდნენ ისინი იქ, რომ არანაირი პრობლემა არ ქონია, რომ აი მაგალითად, აი თუნდაც ინტონაციით, თუნდაც რაღაც გამომშესტებით, რომ რაღაც 10 სცენაში ყოფილიყავით ერთმანეთთან. იმდენად კარგად მოირგეს, რომ ორთავემ აზერბაიჯანელებმაც და ქართველებმაც ძალიან კარგად გავართვით თავი ამ კოლაბორაციას. მეათე საიუბილეო წელს მეხუთე საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა სტარტი 5 ივლისს აიღო და 15 ივლისის ჩათვლით გრძელდება. სპექტაკლების 10 დღიან ნუსხაში 21 სპექტაკლი, მათ შორის 6 უცხოური ჩაინიშნა. თეატრალურ წარმოდგენებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად ჩოხატაურის კულტურის სასახლე მასპინძლობს. 12 ივლისს ფესტივალში პირველად მონაწილეობდა საბერძნეთის მცირე თეატრის სპექტაკლით ლეგენდა კარაისკაკენაზე. ასევე ქართული დებიუტი შედგა ისრაელის ბეერ-შევის ფრინჯ თეატრის, რომელმაც ქართველი მაყურებლისთვის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენიური ვერსია სახელწოდებით სისხლის კვანძი შეარჩია. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის მიმართ მონაწილეების მხრიდან ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და რაც მთავარია ხდება ქართული მწერლობის პოპულარიზაცია. ფესტივალის ლოგო ნოდარ დუმბაძე ქართული მწერლობა თითოეულ ადგილობრივ თეატრს თუ სტუმარ ქვეყანას სწორედ ქართული ნაწარმოებების ინსცენირებას ავალდებულებს. ევრაზიის თეატრების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე აღნიშნავს, რომ 30-ზე მეტი წევრი ქვეყანა ფესტივალში ინტენსიურად ერთვება და დიდ ინტერესი ჩენს, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართული მწერლობის მიმართ. სპეციალურად ფესტივალისთვის გაკეთდა საოცარი პროექტი ქართული მწერლობა თეატრის სცენაზე. მწერალთა სახლმა, საქართველოს კულტურის სამინისტრომ პროექტი 5 დრამატურგმა აიღო 10 მწერლობის ნიმუში. ესენი გაკეთდა როგორც სცენიური ვერსიები, ანუ ჩვენ ენაზე პიესებად, ინსცენირებებად, გაკეთდა სინოფსისები და ჩვენი ფესტივალია სწორედ ის, რომელიც უცხოელ სტუმრებთან აკეთებს რეკლამას, პოპულარიზაციას ქართული მწერლობის ამ ნიმუშების. ფესტივალი კონკურსსაც აერთიანებს. გამარჯვებულს ნოდარ დუმბაძის პრემია გადაეცემა. ქართველი და უცხოელი წევრებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური ავლენს და აჯილდოვებს მონაწილეებს სხვადასხვა ნომინაციაში. მათ შორის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მსახიობი. წლევანდელი ფესტივალი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ეს არ არის უბრალოდ საერთაშორისო ფესტივალი ან ადგილი თეორიული საუბრებისთვის, ან თუნდაც სიახლის გაცნობა. თითეული წარმოდგენა, რაც ვნახე, იყო თანამედროვე ქართველი რეჟისორების მხრიდან დანახული დიდი წარსულის მქონე მწერლობა. რამდენიმე სპექტაკლი განსაკუთრებით მომეწონა. შესანიშნავი იყო, ვნახე ისეთი წარმოდგენები, რომელიც ჩემს გულთან ახლოს მოვიდა. რა თქმა უნდა, ახლა ვერ დავასახელებ, ჟიურის წევრი ვარ, არ მაქვს უფლება, რადგან ფესტივალი ჯერ კიდევ გრძელდება. წლევანდელი ფესტივალი არის გამორჩეული, იმიტომ რომ ჟიურის ნამდვილად უჭირს არჩევანის გაკეთება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
რომ უცხოელი თუ ქართველი ჟიურის წევრების აზრი ფაქტობრივად არ იყოფა და მათ აქვთ ერთი შეხედულება, როცა არის კარგი სპექტაკლი და ამ ფესტივალზე წელს მათ შორის უცხოური დასებიც იყო არაერთი წარმოდგენილი და საუკეთესოები, არის იმით გამორჩეული, რომ კარგად იცნობენ ქართულ კულტურას და ჩვენთვის არის საინტერესო თვითონ როგორ ხედავენ დუმბაძის ან ქართული პროზის ჩვენთვის ცნობილ პერსონაჟებს. ფესტივალი 15 ივლისს ოზურგეთის დრამატული თეატრისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კოპროდუქციით "ო ღმერთო" დაიხურება. ასევე ჩატარდება დასკვნითი ცერემონია, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ხვალკის სცენას ესპანელი მსახიობების სპექტაკლით "ჩრდილების დიალოგი" დაიკავებენ. ფესტივალის მომდევნო სეზონი 2028 წელს არის ჩანიშნული. კიდევ უფრო მასშტაბური პროგრამით, რადგან ორი მნიშვნელოვანი თარიღი ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 100 წელიწადი, ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან კი 160 წელი აღინიშნება.